სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, მე ხშირად ვფიქრობ, რომ რატომ უყვარდა დავით აღმაშენებელს ყველაზე მეტად საქმე მოციქულთას წიგნი და ასევე აშოტ კურაპალატმა როდესაც არტანუჩი გადაიტანა დედაქალაქი საქართველოსი, რადგან აქეთ არაბები ავიწროებდნენ, რატომ ააშენა პეტრე პავლოვის სახელობის ტაძარი. ხო ღვთისმშობლის წინყვებია წმინდა გიორგი როგორი შეწია ჩვენი. და მე ვფიქრობდი ამას. და მივედი იმ დასკვნამდე, ეს ადრეც აღნიშნავს მე. მივედი იმ დასკვნამდე, რომ საქმე მოციქულთა ყველა ქრისტიანს აძლევს უზარმაზარ ძალას აღმშენებლობით ძალას და დავით აღმაშენებელი სწორედ იმიტომ იყო მიდრეკილი ამ წიგნისადმი. ის ბრძოლაშიც კი რომ იდიოდა ჯორებზე იყო უამრავი წიგნი გადაკიდებული ხურჯინებში და დასვენების დროს ან ბრძოლის წინ ან ბრძოლის შემდეგ გადაშილდა ის წიგნს და თუ ძალიან დაღლილი იყო, მაშინ აკითხებდა სხვას, მაგრამ მომეტებულად კითხულობდა საქმე მოციქულთას და მემატიანი ამბობს, რომ ჩვენო ის აღნიშნავდა ერთხელ რო წაიკითხავდა ამ სახარებას ან საქმე მოციქულთას აღნიშნავდაო და დავითვალეთ რომ წელიწადშიო სხვა წიგნებთან ერთად რა თქმა უნდა ყველაზე მეტად იყო საქმე მოციქულთა წაკითხული 28 ჯერ კითხულობდა იგი სხვა წიგნებთან ერთად წელიწადში საქმე მოციქულთას. რა ხდება საქმე მოციქულთაში, ჩემო ძვირფას საქმე მოციქულთაში არის ორი თავმოციქულის ცხოვრება პრაქტიკულად, სხვებისაც ეს არის პეტრე და პავლე მოციქული. განსაკუთრებით მომეტებულად პავლე მოციქული და ესე იგი როგორი საოცრება ხდება, რა საოცრება ხდება რომ და როგორ მტკიცდება კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქრისტე მესია, რომ პეტრეს სულთ მოფენობის შემდეგ იმ დღესვე პეტრე გადაგებს და მეორე თავში ეს მისი მხოლოდ გადაგებით, თუმცა მათ იხილეს სულიწმინდის მოსვლა ელების სახით, ყველამ დაინახა, დიდი ქარი, დიდი ხმა იყო, მოციქულებს დაადგა ესენები და მათ დაიწყეს სხვადასხვა ენაზე მეტყველება. ეს ხო დიდი სასწაული იყო მიხვდა ხალხი. და პეტრეს ერთმა გადაგება მოაქცია 3000 კაცი. ონეგენი მარტო მოქცეულები კი არიან. 3000 წმინდანი ჩემო ძვირფას. 3000-ვე წმინდანი. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთმა დღემ, ქრისტეს დაბადების დღეს, მხოლოდ ერთმა გადაგება პეტრესი მოაქცია 3000 კაცი და ამით 3000 წმინდანი უკვე აღემატა ძველი აღთქმის წმინდანებზე, იმიტომ რომ ძველი აღთქმის წმინდანები რო იტყვიან თითებზე და ჩამოსათვლელი იყო. ეხლა როცა ილიას უთხრა უფალმა რომ 7000 კიდე მყავს, იქ წმინდანებზე არ იყო, იქ იყო მორწმუნეებზე, ჭეშმარიტ მორწმუნეებზე. გამიგეთ 3000 წმინდანი უკვე ერთ გადაგებით ქრისტეს დაბადების დღეს ერთ რამოდენიმე წუთში აღემატა ძველი აღთქმის წმინდანებს 3000-ვე და როგორი მოქცეულები იყვნენ ჩემო ძვირფასო, რომ ყველამ გაყიდა ყველაფერი და მოციქულებს მიცა, რომ ვისაც უჭირს იმათ მიეცი. ხალხმა გაყიდა ყველაფერი, პირველი ქრისტე არაფერი აღარ ებადა. ალბათ ერთ სახლი დაიტოვეს, როგორც პავლე ამბობს, სახლი და ჩასაცმელი თუ გაქვთ, კმა არისო, წარმოიდგინეთ. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უკვე საქმე
მოცი ხუთას რომ მივხმებით, რომ როცა დავდომილი აღადგინა პეტრე, ეს უკვე მესამე თავშია, მე-11 მუხლში, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვირდა მოციქულს და უკვე იქ დიდი რაოდენობა შეუერთდა ქრისტიანებს. შემდგომ თავებში ესევე ხდება, რომ ყველა ადიდებდა ღმერთს, მეორე ქადაგების დროს 5000 კაცი მიემატა კიდევ. ოღონდ ლაპარაკი აქ სულ ყველა წმინდანები ხდება. გამიგე? და მე-6 თავში უკვე ვკითხულობ, იზრდებოდა ღვთის სიტყვა და ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი. ნუ ძალიან მრავლდებოდა, ნიშნავს, რომ ერთი 10,000-ობით კიდე მიუმატოთ. ხედავთ ჩემო ძვირფასებო, რომ რამოდენიმე დღეში ქრისტეს ეკლესია, ანუ აქ როგორ მტკიცდება მეთქი, რომ მესია, იმიტომ რომ ქრისტე ამაღლდა და მე თქვენთან ვიქნები ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისაო და ქრისტე როგორ მოქმედებდა მოციქულებში, თორე მოციქულებს რა შეეძლოთ არაფერი. ერთი შიშარა ხალხი იყო, იმის შემდეგ როცა უკვე ქრისტე ჯვარს გააკრეს და პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე. წარმოიდგინე. ამიტომ როგორ დიდება ქრისტესი მოჩასრო რა ხდებოდა და იზრდებოდა ღვთის სიტყვა და ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ესე იგი უკვე 10,000-ობით წმინდანი იყო იერუსალიმში და მღვდლებიც კი ემორჩილებოდა იესოს რწმენას. გესმით თქვენ? იმ გარემოში, იუდეველთა გარემოში, როდესაც ქრისტეს არამც თუ აღიარება წარმოთქმაც იგრძალებოდა და დაჭერით და სიკვდილით ემუქრებოდა. აი ასეთ გარემოში. ხედავთ რა ხდებოდა ჩემო ძვირფასებო. იმიტომ ამბობს მაცხვარი 12 მოციქული განგიკითხავთ თქვენო და ყველას ფერკაცობრივად, იმიტომ რასაც მე ახლა ყვები, ანუ რატო განიკითხავს იცი 12 მოციქული? დაუშვათ რომ ქრისტე არ აღსდგა და დაუშვათ რომ რაც იუდეველებმა ტყვილი უთხრეს პილატეს რომ და ჯარისკაცებმა რომ ესე იგი ვითომ ქრისტე გვამი მოიპარეს მოციქულე. გამიგე? ეს რომ მომხდარიყო, თქვა თუ ესე როგორ გავრცელებდნენ ქრისტიანობას, ვინ დაუჯერებდა ამას ჩემო ძვირფასებო. როდესაც მოციქულებს არ წამდა და მიაჩნდათ სისულელეთო, როცა დედებმა უთხრეს ქრისტე აღსდგაო და მოციქულებმა სიჩქურად, ანუ სისულელეთ მიიჩნიესო და სხვები როგორ გადაიჯერებდნენ, აქედან ჩანს რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა და მოციქულებმა იქადაგეს, მარტო სიტყვით კი არა, დაუმატეს სასწაულებით, რომ ვინ დაიჯერებდა ის. გესმით ხომ? თორე ქრისტიანობა დამთავრდებოდა ერთ თვეში. ასეთია ხო ადამიანი რაღაც ამბავს ივიწყებს. სამი თვე, ერთ წლის თავზე ვიღას ემახსოვრებოდა ეს სისულელე, თუ ეს ასე იქნებოდა და ქრისტე არ აღსდგებოდა ჩემო ძვირფას. გამიგე? აი აქედან ამიტომ განიკითხავს კაცობრიობას 12 მოციქული. და ეხლა რომელი საუკუნეა 21. წარმოიდგინეთ. იმ ამბებიდან 21 საუკუნე. და ქრისტიანობა არის უმეტესი, ნუ სხვადასხვა თქვა არა მარტო მარტოები, მაგრამ ქრისტეს ამხსენებლები უმეტესი. მიუხედავად ისეთი მუსლიმების დიდი მზარდი 40% მზარდი გამრავლების მხრივ 40% აქვს კოეფიციენტი ზრდის, მიუხედავად ამისა ასევე ბუდისტების, ასევე ინდუისტების, მიუხედავად ამისა ქრისტიანები აღარ მრავლდებიან ყველანაირი კონფესიის, კათოლიკები, პროტესტანტები და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა ყველაზე მეტია დედამიწაზე რაოდენობა ქრისტიანებს. გესმით თქვენ ჩემო ძვირფასებო სასწაულებს ყველაფერი. და სვიმონ მოგვი თქვენ გახსოვთ რა სასწაულებს ახდენდა და ისიც კი გაუცდა ამ სასწაულებით. მოციქულების სასწაულებით, იმიტომ რომ ჩრდილი შეამჩნიეს რომ პეტრეს ვერღარ წვდებოდნენ, იმდენი ხალხი მიდიოდა პეტრესთან და განკურნები ავანტყოფები მოყავდა და პეტრე რო ჩავიდა ჩრდილი რო გადაუვლიდა ავანტყოფს, ისიც კი იკურნებოდა. ეს რო შეამჩნიეს ჩემო ძვირფასებო, მაშინ აიღეს შემდგომ უკვე პავლე მოციქულზე, პავლეც იგივე ხდებოდა პავლეზე, ამიტომ
დაიწყეს ესე იგი ეს რო შეამჩნიეს პირსახოცები და მოსასხამებს ადებდნენ პავლეს ანუ პავლეს და პეტრეს მიდებული პირსახოცები და სამოსები რომ მიადებდნენ გაიხდნენ სამოს ესეც კი კუნავდა შემდგომ ავადმყოფებს გესმით აი ჩვენ რო გვეუბნებიან რომ ვერთხევით ფაჩუჩებს და ზოგი რო ამბობს ასისულელებს ვისაც არ წამთ ხო ეს სისულელე კი არა ეს პირველი ქრისტიანები და პროტესტანტებიც კი ამას ამბობენ მაგრამ ეს ხო აქედან აი საქმე მოციქულიდან ჩანს ჩემს რა ხდება და ძალიან მიყვარს ჩემო ძვირფასობო მეცხრე თავში მესამე მუხშია პავლე მიდის ქრისტიანების დასაჭერად და მოსაკლავად მიყავს ჯგუფი და გზად მიმავალს მიაქციეთ ყურადღება ეს ჩვენი ცხოვრებაცაა ჩვენ ხო რაღაც მომენტში მოვიქეცი გზად მიმავალს ჩვენ ცხოვრების გზად მაავლებს ქრისტე არ გამოგვეცხადა მაგრამ ქრისტეს ძალით მოვიქეცით ხო გზად მიმავალს როცა დამასკოს უახლოვდებოდა თუმცა ეს ინდივიდუალურია ზოგს თბილისში ზოგს ბათუმში ზოგს სად მადლი გადმოვიდა და მოვიქეცით და მოვედით ეკლესიაში გზად მიმავალს როცა დამასკოს უახლოვდებოდა უეცრად მოეფინა ნათელი ზეციდა ასე მოიქცა პავლე ჩემო ძვირფასი აი ეს ჩვენი ცხოვრება ჩვენ სამცხოვრების გზაზე მიმავლებს და როცა დავდივართ ამ გზაზე რაღაც მონაკვეთში ეს დამასკო იქნება თბილისი იქნება ქუთაისი იქნება სადღაც ჩვენ ოთახში თუ სად მოსახვევ გზაზე თუ უეცრად მოეფინა ნათელი ღვთის მადლი მოგვეფინა და აი თითოეულ თქვენგან ცხოვრება ეხლა რომ თქვენ თქვათ ავწეროთ აი რაღაც მსგავსი იქნება ხო ცხოვრების გზაზე თქვენ შეხვდით ქრისტეს თქვენ შეხვდით დიდ ნათელს და ნახეთ ჩემო ძვირფასებო როდესაც ეს დიდი მადლი მიიღო პავლე მოციქულმა ნახეთ რა წერია მე-20 მუხლში სწრაფად დაიწყო სინაგოგებში ქადაგება ქრისტეს თუმცა ეს ნიშნავდა რომ სიკვდილზე მიდიოდა რატო წერი ეს უბრალოდ და ესე ეთქვა ლუკას რომ ესე იგი სასწრაფოდ კი არა დაიწყო სინაგოგებში ქადაგება არა სასწრაფოდ დაიწყო აქაც მიაქცეთ ყურადღება ჩემო ძვირფასებო რომ ქრისტიანობა ისეთი განძია აღმატებული ხარ რომელ რაში გავცვით ჩვენ ახლა რო გითხრათ მოგცემთ $10 მილიარდ და უარყავით ქრისტიანობა $10 მილიარდ ტრილიონს არის ხო თითეული თქვენთაგანი ამაზე ვარ სიტყვის გესმით ჩვენ რამდიგრები ვართ ჩემო ძვირფასებო ან რა ვიცი რაც არ უნდა გითხრათ ჩვენ რომ ასე მოგცემთ რომ ქრისტიანობა უარყავთ არაფრით და ნახე როცა დიდი განძი ახლა სიტყვაზე ამბობ მაგალითისთვის დიდი განძი რომ იპოვო ძალიან დიდი განძი ხო ყველას ყავს ხო გაჭირებული ნათესავი მეზობელი მეგობარი და ასე შემდეგ ხო რას იზამს ნორმალური კაცი იმ წამს სასწრაფოდ გაიქცევა სახში და ან მივა ან დაუძახებს იმ გაჭირებულ მეგობრებს ხო ერთი სასწრაფოდ თან ამას ვიზამთ სასწრაფოდ აი ასეთი განძის პრობლემი რო გახდა პავლე მოციქული მან ვიღაცამ რო თქვა და ამბობენ ზოგიერთები რომ სამშობლო საწერიო ქრისტიანობა და უარყოფილია სამშობლო ეს ხო თქვით ჩვენ რომ ზუსტად საქმე მოციქულთაში და სხვა ადგილზე პავლე მოციქული მის ეპისტოლეებში ამბობს რომ ნეტავო მე წარწმენდულიყავიო და ჩემი ებრაელებიო ან ჩემი სამშობლო ჩემი ხალხიო ცხონებულიყო გესმით და იქვე პავლე ამბობს რომ ვისაც ახლობლები არ უყვარს იმას ის ხეთს ვერ შეიყვარებს გამორიცხულია რა თქმა უნდა ხო ესე იგი სასწრაფოდ დაიწყო სინაგოგებში ანუ ებრაელებში ქადაგება იმიტომ რომ ეს სიმხელა მადლი იყო სასწრაფოდ გაიქცა და ამბობდა ქრისტია ჭეშმარიტება ამის გამო რამდენი აწამეს და აწვალეს ხო
შეითქმნენ კიდევაც რომ მოეკლათ პავლე მანამდე საჭმელს არ შეჭამდნენ და ერთხელ დამასკოს კედლიდან გოდრით გააპარეს და ძალიან ბევრი ჩაკოლეს და კვლავ გადარჩა და ასე შემდეგ. და ასე შემდეგ ეხლა რომ მივყვეთ ჩვენ ამ მუხლებს ჩვენ ნახავთ ჩემო ძმანო და დანო რომ ჩვენ ნახავთ ძმანო და დანო რომ ესე იგი სულ მუდამ ემატებოდა და ემატებოდა იმ დონეზე მივიდა რომ სინედრიონი შეიკრიბა და დაიჭირეს მოციქულები და თქვენს რომ კაცო ამა თუ მიუშვით ესენიო თუ მიუშვით მთელი ისრაელი მოიქცევა გამიგე და გახსოვთ თქვენ მერე გამოდის გამალიელი ესეც ქრისტიანობის ჭეშმარიტების დამადასტურებელი იმიტომ რომ გამალიელი იყო ყველაზე დიდი ჯულის მწოდნე და რასაც გამალიელი ასეთი გამოთქვა ხوارი ამან თქვა ღმერთმა თქვა ესე იგი იმდენად დიდი ავტორიტეტი და რასაც გამალიელი ითხოვ და ის იყო ღვთისნათქვა და გამალიელმა უთხრა რომ გაუშვით ეგ ხალხი თუ ღვთისგან არიო ვერ შეაჩერებდო თუ არა და ჩაიფუშებო და გაუშვეს გამალიელი რომ გამალიელმა რომ აღიარა ქრისტე ესე დადასტურება იმისა ჩემო ძვირფასებო რომ ჭეშმარიტად ქრისტე იყო მესია და ასე შემდეგ იქ მე-16 თავშიც დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი შემდეგ და ასე შემდეგ ყველა თავში ჩვენ ვხედავთ რომ ტროადაში ეს მე-20 თავი რა საინტერესოა იცით ევტიქი რო გადმოარდება და ქადაგების ძალა პავლეს უსმენს ყველა ევტიქი გადმოარდება ახალგაზრდა კაცი სხვენიდან ზემოსართული და მოკვდება და ჩავა პავლე და ეთქვის ნუ გეშინიათო ილოცებს და ესო აქ იყოსო არ მიაქციო თურადო და გაცოცხლდებაო და ამოვა ცოცხალია გაცოცხლ და წარმოიდგინეთ მკვდარი ევტიქი წევს გადმოვარდნი პავლე ისევ ადის ხვენში და ევტიხთან აღარავით არჩევა ყველა ადის ისევ პავლესთან და უსმენს ღვთის სიტყვას აი ეს მოსმენა ღვთის სიტყვა ჩემო ძვირფასებო ნიშნავს უკვე დიდი კეთილი საქმეა იმიტომ რომ ვინც ღვთის სიტყვას ისმენს გლის ქადაგებას ისმენს კითხულობს და ისმენს სახარება წმინდანების ცხოვრებას წმინდანთა ქადაგებებს და ასე შემდეგ უკვე ეს მოსმენა არის უდიდესი სიკეთე იმიტომ რომ ამით მსმენელი ადასტურებს როგორ უყვარს ქრისტეს მოძღვრება და როგორ უნდა მან შეიმეცნოს კიდევ და კიდევ ახალი გზები რომ ღმერთთან დაახლოვდეს აი სმენაც არის უდიდესი სიკეთე აი ეს თქვენ რო უსმენთ ქადაგებას ეს უდიდესი იგივე აი რასაც ვამბობ ეგ არის ან შემდგომ უკვე თანამედროვე დროში ტელევიზიით ჩვენ ნახავთ და მოვისმენთ სხვადასხვა ქადაგებებს და ასე შემდეგ ესეც უდიდესი და სხვენზე ადის ისევ თანამედროვე ასე ვთქვათ მასარდაში ადის პავლე და მიყვება ყველა და ევტიქია უხეშად ვთქვათ აგდია ძირს არის ყველა მიატოვა ოღონ ღვთის სიტყვა მოესმინათ პავლეს სიტყვა და ეს ორი ადამიანი ჩემო ძვირფასებო პეტრე და პავლე პეტრე რომელმაც უარყო ქრისტე პავლე რომელიც მდევნელი იყო ქრისტესი ამ ორმა მოციქულმა მოაქცია მთელი ევროპა აი ხა რომ ევროპა რომ გიждდება ყველა ეს ევროპა მოაქცია ამ ორმა მოციქულმა აი პეტრე მოაქცია რომაელები და ნერონის უსაყვარლესი ხარჭები ცოლები ყავდა ნერონს და უსაყვარლესი ორი ქალი ყველაზე მეტად რო უყვარდა წარმოიდგინეთ ნერონს ყველაზე მეტად რო გიждდებოდა იმ ასეულებით ცოლებში და ხარჭებში ეს ორი ქალი გახდა ქრისტიანი პეტრე მონათრე და პეტრე მოაქცია და როდესაც იმპერატორის საწოლზე ვარი თქვენს გაოგნდა ნერონი
და როცა გაიგო რომ პეტრეს მოაქცია, ანუ ეპისკოპოსმა, მდელმთავარმა პეტრემ მოაქცია ისინი ბრძანა, რომ ყველა ეპისკოპოსი, მათ შორის რა თქმა უნდა პეტრე დაეჭირა, თავი გაეძრო, ცეცხლში ჩაეგდო, ეწამებინა, თავი მოეჭრა და ამის შემდეგ ამბობს ზუსტად პავლე მოციქული, როცა ეს ბრძანება გამოიცა, ვისაც ეპისკოპოსობა უნდა კეთილი საქმე. გამიგე? ზოგი რომ ამას სპეკულიანტობდა და ისე იყენებდა, ზოგი კარიერისტი, რომლებიც თქვა, მე ის მინახიეს რაღაცა. ნუ ისტორია ისეთი რა, ჩვენ ქვეყანაში კი არა, სხვა ისტორია, ბიზანტიის რომ, ესე იგი, ზოგი ამბობდა, რომ ვითომ აი პავლე ამბობს ეპისკოპოსობა უნდაო და ამიტომ მინდა მე ეპისკოპოსი, ვითომ კეთილი საქმე და სინამდვილეში იმიტომ რომ ეპისკოპოსებს მაშინ ტყავსაძოდნენ, კლავდნენ და ვინც ამაზე წავიდოდა სიკვდილზე მიდიოდა. და ეპისკოპოსი ხო საჭირო ეკლესიაში ის არის თავი და თავი, ხო? გესმით ჩემს უფას. და რომ იტყვია პეტრემ მოაქცია რომი და შემდეგ რომში ჩადის პავლეც და ესე მთავრდება საქმე მოციქულთა 2 წელიწადნახევარი, თუ 2 წელიწადნახევარი, 2 წელიწადზე მეტი პავლე თავისუფლად ქადაგებს ქრისტიანობას რომში. სანამ თავს მოგეთავდნენ. სანამ ჯვარს აცმევდნენ პეტრეს და თავს მოგეთავდნენ პავლეს სენკევიჩის არაჩვეულებრივი წიგნი ვიდრე ხვალ გახსოვთ თქვენ და ყველას გაქვთ. წაკითხული, იქ არაჩვეულებრივად არის ეს ყველაფერი აღწერილი. მოკლედ, თუ ამას შევადარებთ, რომ ესე იგი სიმბოლურად ეს შევადარებთ, რომ პეტრემ ულამაზესი ჩაიმოადუღა რომში. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პავლეს დამსახურება რა არის რომში? პავლემ დაატკბო შაქრით ეს ჩაი და მოურია და აი ეს მოხდა პეტრე და პავლეს მიერ 8 წლი და მე გაუგნებული ვიყავი, იქ არის პავლე ამბობს ერთ ადგილას თავის ეპისტოლეში, რომ მე სრბა დავასრულეო, სრბაო და ეხლა მოველი ქრისტეს ესე იგი იმ დიდებას რაც უნდა მე მომცეს ქრისტემო. ეხლა ეს სინამდვილეში ეს ისე რომ ვთქვა არ არის სწორი თქმა იმ გაგებით, რომ როგორ შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა თქვას ესე, ხო? შეიძლება ვიფიქროთ ხილში ხარმა პავლეზე ეს არ ჭრის ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ პავლეს ქრისტე ეცხადებოდა 1000 გამოეცხადა 1200-ჯერ არიგებდა და იქ ყველაფერთან ერთად უთხრა რომ 67 ფსალმუნზე შენზე წერიაო. ანუ ეს უკვე მტკიცებულება იყო რომ აუცილებლად წონდება პავლე. ამიტომ არის პავლე ზოგჯერ აი ესე პირდაპირ ლაპარაკობს. ზოგჯერ თავს იბდაბლებს რომ მაგალითი მოგცეს, მაგალითად მესამე ცაზე არ თქვა რომ თვითონ იყო, ვიცი ერთი კაცი რომ მესამე ცაზე იყო ატაცებული, თუმცა სხვა დროს აი ეხლა რაც თქვი, ამბობს რომ მე უკვე მოველი რომ ქრისტე რომ განმადიდებს იმ ქვეყნათო და მიაქციეთ ყურადღება სრბა დავასრულეო. მე ნუ ახლა უკვე ჩანს მაგ ლექსიკონიც არ იყო საჭირო. ჩიქობავას ლექსიკონში, სხვა ლექსიკონებში ჩავიხედე და რა თქმა უნდა სრბა ეს არის სირბილი, ჩანს კიდევაც უყურე სრბ, ანუ სირბილი, სირბილი, სრბა სიმბოლურად რას პავლე მართლაც დარბოლა ჩემი ძვირფასო. ასე ვთქვა. ისე სწრაფად გადაადგილდებოდა ყველგან, ისე სწრაფად ყველა ქალაქში, სადაც კი იქადაგებდა, ყველა ქალაქი იყო მორწმუნე. სადაც კი მივიდოდა, ფილიპეში, კორინთაში, თესალონიკში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტროადაში. აი ასეთი ფიქრების შემდეგ მომდის ეს აზრი, რომ აშოთ კურაპალატმა ამიტომ ააგო პეტრე პავლეს სახელობის ტაძარი, იმიტომ რომ პეტრე და პავლეთან უზარმაზარი ძალა მოდის ჩემო ძვირფასო. მისი მათი ცხოვრების კითხვის დროს, საქმე მოციქულთა კითხვის დროს ქრისტიანი შემართებული და ეძლევა მას არა მარტო რაღაცა ხატრული, ასე თქვა, ხატრულად კითხვის დროს ძალა, არამედ ნამდვილად ეძლევა ძლიერი, უდიდესი ძალა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რომელ წმინდანზე ჩვენ მივაპყრობთ ყურადღებას, ის წმინდანი ხდება იმ ადამიანის ცხოვრების მეგზური და რა დროს
რას იზამს, როგორ შეგეწევა, ეს წმინდანმა იცის. გამიგე? ამიტომ იყო მომეტებულად დავით აღმაშენებელი, რომ ესე კითხულობდა საქმე მოციქულ თას. რა ვიცი, რაც მინდოდა თქვი, ერთ რამეს დაუმატებ ჩემო ძვირფასებო, რომ მე ძალიან ადრე აღარ მახსოვს დრობაში ვერ ვიხსენებ, მქონდა ისა მუზეუმში ვიყავი ოქროს ფონდში, სადაც ჩვენი უძველესი ხატებია, ჩვენ ახლა ის მოვილოცეთ წინა კვირას. გაუგნებული ვიყავ ჩემი ძვირფასო. საოცრება ეს რა თქმა უნდა ყველა წადით, ყველა მოილოცა, არა მარტო ერთჯერადად, არამედ სულ მუდამ იარეთ ამ საოცარ უდიდესი მადლის მქონე ამ მუზეუმში ამ ხატების გამო ჩემო ძვირფასებო და ვინ როგორ გამოხატავს ამ იმას რა ქვია ერთი ინგლისელმა ჩამიარა რამოდენიმეჯერ გადაკვეთა მოხდა ერთხანთან ვიდექი სულ ქრისტეს ხატებია უძველესი და ისე იმოქმედა ეთქობა რომ ოპერიდან ნაწყვეტს მღეროდა როგორ არის ჯინი როგორ არის იქ და ხოდა ესე გაიარა ბიჭო ამას მღერის გამოგაოგდა კაცი და ეხა იმან თავისებურად სხვა არაფერი არ იცოდა და დაიწყო ოპერა ქრისტეს ოპერა მუსიკალურად სიტყვებსაც ამბობდა გამიგეთ შემოძვიფასე გაოგნე სასწაული ეს აუცილებლად ბავშვები წაიყვანეთ იქ მე ჯგუფი ჩამოვიდა ბავშვების როგორ გამიხარდა მასწავლებლებმა წამოიყვანეს და კიდევ მინდა თქვა აღნიშნული მქონდა მაგრამ მომივარდა ერთ საკითხი იყო კიდევ რომ აი ესე დაძაბულია მოკლედ საქართველოს მაგრაუტევენ და მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა ხაზი გაუსვა რომ ხო რა მინდოდა მე თქვა ეხლა მიდის ეს კინო მინდა პაისი და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ნახოს არა მარტო თქვი ქადაგებაში რომ ისეთმა ხალხმა უნდა ნახოს ვინც ათეისტებია და მე მგონი ყველას შეუძლია ამ ფილმის ნახვა იმიტომ რომ ძალიან კარგადაა გაკეთებული ხალხო ქართველობა ზის და უყურებს თურქულ სერიალებს ეხლა ის კიდე არ აუშავს მაგრამ რა ვიცი მე სერიალის საერთოდ არ ვარ ქრისტიანისთვის მაგრამ ნუ ის რაც ყოფითზე არის რაღაც ურთიერთობებზე კარგი თქვა ისტორიულ კინოებს უყურებენ და სულეიმან სულთანი მართვის სულეიმან სულთანი სულნათი მართვის და ჩვენთვის ვინც არის სულეიმან რაც იყო შახაბაზი ის არის ჩვენთვის სულეიმან სულთანი რომელმაც დაიწყო საქართველოში მან ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ მაფია ქართველთა სყიდვის გამიგეთ და ქართველთა სყიდვა დაიწყო აი მან მიცა მწვანე შუქი აუტო ამ სულთანმა გამიგეთ და იქ ახლა ამ ფილმს რო ნახავ სულეიმან სულთანზე ისია გადაღებული თან მე მგავს ისე რაღა ზუსტად ისეთი აირჩის გეგონება პირველად რო ნახე გაგაობი მაგრამ მე ამას დავრი გესმით თქვენ სულეიმან სულთანი ჩვენი წამწყმენდელი და ქალმა მომიყვა ჩემმა მე რომ ტური იყო თურქეთში და ეს ფილმი ხო ქონდათ ნახიო და 40 ქართველი ქალი ჩვენები რო დაემხო მათ საფლავზე მის საფლავზე და კოცნი აი გამოთაყვანება სანამდე შეიძლება ხო და რას ვაბობ მე დიდი როლი აქვს კინოს ხო და აღარ თურქულ სერიებს და რაღა უკრაინულ და რა ვიცი რა სერიები არ გადის იტალიურ სერიებს ნუ ხა მოკლედ სერიები არცეთი არ მომწონს მე მაგრამ ჩემო ძვირფასებო და იმას უყურებ და რაღა ამას აღარ უყუროთ კაცო ამიტომ ნახეთ ეს ფილმი ეს არის ღრმად ქრისტიანული ნუ კინო ხო უნდა ყველაფერი ხო უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე აუცილებლად ნახეთ ეხა ვისაც არ უნდა რომ ნახოს ნუ ნახავს ეგ მე არ ვამბობ არაფერი ძალიან კაია ეგეც თუ არ სიტყვით მაგრამ კიდევ ვამბობ რომ ვინც სერიალებს ხართ მიჩვეული
ნახეთ აუცილებლად ეს ფილმი. მე გავიხსენებ უბრალოდ ჩემ ცხოვრებიდან ორჯერ ნახე წმინდა პაისს ჩემო ძმას. როდესაც ათონი მოვილოცეთ. ორჯერ. პირველად მე მქონდა ჯვარი იქ არ ატარებდნენ ჯვრებს, მაგრამ მე არ ვიცოდი და რაღაცა ჯვარი მქონდა ესე ჯიბეში მე. ეს ზეწვი ესე ჩანდა. და დანარჩენ სამღვდელოებას, ჩემ მეგობარ სამღვდელოებას ჯვარი მოხსენი მქონდა და რო გამოვიდა პაისი, მე მეგონა ეპისკოპოსი. იმიტომ რომ იფიქრა რომ აგერ სამღვდელოება მოსულია და ამათ არ უკეთია და არაფერი, ამას ეთყობა პანაღია უკეთია და ესე მეტანია გააკეთა ჩემს ესე მეტანია რომ ვითომ მაკურთხეო და მე უთხრა ჩვენა მე არა ვარ ეპისკოპოსი. და მეორეჯერ პირველად რომ მივედი არავინ არ იყო პაისისთან. გამიგე? და მეორეჯერ რომ მივედი უამრავი ხალხი იყო კელიაში მივედი. უამრავი ხალხი, ძალიან ბევრი. იქ ბერძნები, ქართველები, რუსები, რავი ძალიან ბევრი, უკრაინელები. და მაშინ ძალიან ესეთი პირველად გვესაუბრა დაახლოებით საათნახევარი, თუ 2 საათია. და მეორეჯერ უკვე მოკლე შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და დაგლოცა 1-2 სიტყვა გითხრა და ესეთი საოცრება. მაქსიმოსი იყო კიდე ესეთიც მე, აი კურთხეულ არს ღმერთი წმინდათა შორის. ანუ წმინდანებთან ურთიერთობის დროს, ჩემო ძვირფასო, ჩვენ აი თქვა თუ ათეისტი ხარ, მორწმუნე ხდები. და თუ მორწმუნე ხარ, რაღაც ორმაგდება ეს სარწმუნოება. აი რამდენჯერ უთქვიათ პატრიარქმა ხელი დამადო და რაღაცა დიდი მადლი ვიგზენი. რიტომ სიტყვა კი არა. ან მამა რაფაელთან მე რომ თქვი ძალიან ხშირად და პურმარული გველოდებოდა და რაღაც საქმე ქონდა მამა რაფაელთან და დიდი ჯგუფი მივედით ხდლების და ერისკაცების და მე ღვთისოსთან ერთი დიდარი კაცია და იმას სუფრა ქონდა გაშლილი უნდა წავსულიყო. 1 საათიანი საუბრის შემდეგ რომ გამოვედით ისეთი მადლი უბრალოდ წვადაობა და ის შეგვწვა. და ამაზურმა გითხრა მოდ დავიშალოთ და დავიშალოთ და წავა. ხელა მადლი მივიდა. ხო და აი მაქსიმოსი მახსოვს. კიდე იყო ესეთი წმინდანი ივერონის მონასტრის 1 კილომეტრი თავზე თუ 2 კილომეტრი ცხოვრობდა იმას ვესტუმრებ. და ხო გახსოვთ მე მამა ბასილი მივიდა მაშინ ზურაბი პირველი და შეხედავდა ცოტა რუსული იწოდა ხაროშ თქვა ანუ კარგი ხარ. მე აღარ მახსოვს რომელიღაც მივიდა იმასაც უთხრა ხაროშ და ვაიმე მეთქი ჩემზე პლახოითო თქვა მე გულიც გამისკდება მეთქი და ავდექი და სხვედი მივში მე აღარ მივედი იმიტომ რომ ვიფიქრე ვინმეზე იქნებ თქვას პლახოიდა მე ერთზე რო იტყვის ჩემზეც თუ იტყვის არაუშავს მეთქი და ყველას მე მამა ბესანი შენ მიდი არა მე უთხრა შენ გაუშვი ვიფიქრე ამაზე მაინც თქვას პლახოიდა ამასაც რო უთხრა ხაროშ და რომ მივედი და კანკალებდი მართალი გითხრა ჩემ როგორი საქმე ხარა და მეც რომ მითხრა ხაროშ მეთქი აუ გამიხარდა ვიფიქრე ეს ყველას ეუბნება ალბათ ხაროშ და მე რა გითხრა ამ კაცს აბა ეხლა სირბილი წადითო თორე ვახშამს ვერ მიუსწრებდო და ჩვენ ერთმანეთში თქვით ვახშამი უკვე დიდი ხანია უკვე რომ ჩატარებული იყო და მაინც ვერ მიუსწრებდი მაგრამ მამაზურმა მითხრა რადგან გვაკურთხავ ვახშამსო ვერ მიუსწრებდი რადგან გვაკურთხავ მოდი ცოტა სირბილე გავიქეცი და აი რაღაც მომხდარა მე გავარკვიე და თურმე გადაიდო ვახშა ეს ხედავთ და სირბილი თუ არ მიგვეს აი როგორ შევედით და დახურეს კიდევაც გაი და დაიწყო ვახშა აი წმინდანები და პაისის რამდენი ქონდა ესეთი ჩემო ძვირფასო რა შევეხმიანეთ დღეს და ყველაფერი ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ ჩემო ძვირფასებო უბედნიერესი ხალხი რომ ქრისტეს მოძღვრების მატარებლები ვარ შესისხოცებული ვარ და ამ გზით მივდივარ თორე რა არის ცხოვრება რა არის ცხოვრება ჩვენ ცხოვრება რა ერთი წამი და მორჩა დამთავრდა ყველა ხო და თუ გაგრძელდა ჰაო დავითი ამბობს 70 წელი და თუ ძლიერებას აშინა 80 წელი და
უმეტესობა ავადმყოფობა, პრობლემა და შრომა. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება და თუ არა ქრისტიანობა, მაშინ რას ამბობ? ჩვენ ვართ უბედნიერესი ხალხი, ჩემო ძვირფასო. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ კვირას მოვდივარ და განსაკუთრებით ვინც ეზიარება, ის არის პირდაპირ ქრისტესთან შეერთებული და პირდაპირ გარანტირებული იმის, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ბოლომდე ვებრძოლოთ, ბოლომდე რომ, როგორც პავლე ამბობს, ზრბა დავასრულე და ჩვენი ცხოვრებაც როცა დასრულდება, ჩვენ აუცილებლად თუ ვიქნებით სულმუდამ აღსარებასა და სინანულსა და ზიარებაში, ჩვენს მოგცემს და მოგმადლებს ღმერთი ღვთის სასუფეველს. ჩვენთან არსებობს. დიდი ჯვარი. ხვალე ორშაბათს მევწირავ და პარასკევსაც მევწირავ.